ტრაგედიიდან ყოველს გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ. თუმცა ყოველს ძიმე, რა თქმა უნდა, ჯერისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა მათ მივუსამძიმო, რომ ეს ხო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის პროცესირებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია. ჯერისუფლებისთვის საოცრად ყველაფერი გაკეთება. ჯერისათვის რომ ყველა შევასრულოთ. ასევე აქ ისიც ალბათ, რომ ტაძარი აშენდება. ესეც არის რაღაც ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აეღობათ საკუთარი ოჯახის წევრები. ბატონო ირაკლი, მთელ გოდოლაძემ განაცხადა, რომ მთავარმა დასკვნამ კიდევ უფრო გაუმყარა მას აზრი მის შესახებ, რომ ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემა და განგაშის შეტყობინების და განგაშის სისტემა, ეს ტრაგედია თავიდან შეიძლებოდა აგვეცილებინა. რა კეთდება ამ ხრივ არის სისტემა დამონტაჟებული, აპირებ დამონტაჟებას? მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, არაერთი სრულ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეც მხრიდან უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში ვრცელდება შეგნებულად სრულ ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი კვირი, რაც მან გავრცელა, იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა ამაში შევიდე, არ მინდა ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება ჯერ როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო, შემდეგ როცა ყოველწლიური ანგარიში ჩაუბარე პარლამენტს, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გარემოს სტატუსსა და სოფლის სამინისტრო უწყება ამ სამუშაო პროცესს. შვეიცარიული პარტნიორი არის ჩართული ამ ყველაფერში და სათანადო ვადებში მყინვარები იქნება დაფარული, ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დამფარული მონიტორინგის სისტემით. გარკვეულ დროს ეს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი ერთი წლის წინ უკაცრავად აი შოუზე ერთი წლის წინ თქვით, რომ ყველაფერი გაირკვეოდა შოუთან დაკავშირებით. ჯერაც არ არის დასრულებული გამოძიება. რა არის გარკვეული ამ დროისთვის? არ გამოგვეცელა? დღესაც შევბერდი ჯერისუფლებს, რომ ახლოს დღეებში შეგვიძლია ორგანიზაციის შეხვედრა, სადაც უშუალოდ ჯერისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი უშუალოდ გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის იქნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს უსმინოთ, თუ დამატებითი კითხვები ექნება, რა თქმა უნდა, დამატებით კითხვებსაც ჩაუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ და უკვე გავიცით აბერება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლოს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი თელავში მართავ დღეს შეხვედრას, რომელსაც NGO-სთან ერთად ასევე ესწრებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ამ ფესტივალზე ხდება ასევე ოპოზიციის პროგრამის წარდგენაც. თქვენ ამბობთ თავის დროზე, რომ ეს იყო ერთგვარად დონორების მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა. რა გზავნილებია თქვენთვის ესეთი შეხვედრები? სხვა საკითხებს მინდა და კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ამ ყველაფერს, აშკარად ხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება. მიხეილ სააკაშვილის